პირველ ყოვლისა, რა საკვირველია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის რესპუბლიკა დამარცხდა არასრულ 3 წელიწადში, ანუ 21 წლის 25 თებერვალს, ჩვენ ვართ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეები და დაფუძნებული აღდგენილი დამოუკიდებლობა 1991 წელს დაფუძნებულია სწორედ პირველი რესპუბლიკის გამოცდილებაზე და პირველ რესპუბლიკაზე. რუსეთი ყოველთვის იყო ჩვენი მოწინააღმდეგე 1801 წლიდან იყო და იყო, როცა გააუქმა ჩვენისა მეფო და უკვე შემდგომ წლებში სხვა სამეფოებიც, მაშინ ერთიანი საქართველო იცით თქვენ რომ არ არსებობდა სამწუხაროდ. 1918 წელს რო აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა, გამოდის რომ ჩვენ 118 წელი სახელმწიფოებრიობის გარეშე ვიყავით. მერე გავიმეორებ რომ რუსეთმა დაგვიპყრო და გაგვიუქმა დამოუკიდებლობა 1921 წელს. უკლებლივ ყველა ვინც იბრძოდა თებერვლის მძიმე დღეებში 21 წელს რასაკვირველია და ასაფასებელია ჩვენ ყველას გვარსახელი არც ვიცით სამწუხაროდ კი ცნობილებისა ვიცით და უნდა ვიცოდეთ კიდეც ცნობილებს ვაფასებთ და უნდა ვაფასებდეთ კიდეც მაგრამ ბევრისა არ ვიცით და არა მხოლოდ იუნკერებისა არამედ იმ მეომრებისაც რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობ დამოუკიდებლობას. რუსეთმა გაგვიუქმა და 70 წელი გვამყოფა საბჭოთა რუსეთში, საბჭოთა კავშირში თუ გდებავთ. ასე ვიტყვი დამონებულები, დავრდომილები, გაუბედურებულები. ჩვენ რეალურად სახელმწიფოებრიობისათვის ვიბრძოდით განა არა, მაგრამ ყოველ შემდეგ ტალღაზე ჩვენი ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის ამ 70 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი. კი, იყვნენ ქართველები 30-იან წლებში, 20-იან წლებში, 30-იანებში, 40-იანებშიც და 50-იანებში, 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში ხო ყველა 10 წლეული ჩამოვთვალე პრაქტიკულად. რომლებიც აი ესე გიჟურად, იდეალისტურად ითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს ადამიანები იყვნენ მარგინალიზირებულნი, ანუ გარიყულნი საზოგადოებიდან, არავინ არ იღებდა მათ გიჟებად, რაც ყავდნენ ხოლმე. გიჟად შერაცხეს ერთი კაცი, რომელიც სიმბოლურია და სწორედ 26 მაისს არის დაბადებული, გიჟად შერაცხეს ერთი ხანობა. 1929 წლის 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. რკინის კაცი, უტეხი კაცი. ახლა ეს ჩემი სიტყვები არ არის თვით რონალდ რეიგანმა Iron Man, ანუ რკინის კაცად მოიხსენია მერაბ კოსტავა. ჩამოსული გადასახლებიდან 1987 წელს და ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა მერაბთან ერთად, პირველ ყოვლისა მერაბთან ერთად დაიწყო, გაგრძელდა 80-იანი წლების მიწურულს 87-88-დან და მერაბ კოსტავა იყო მორალური ორიენტირი უკლებლივ ყველასთვის, ვინც იმხანად ვიყავით როგორც რიგითებში, ისე იყვნენ ლიდერებში. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა აქ ვიტყვი მძიმე სიტყვას, რომელიც ჩემგანაც გაგიგონიათ და სხვებისგანაც მერაბ კოსტავა მოკლეს. მე ამას ვერ დავამტკიცებ. და ალბათ გაივლის 10 წლეულები ან 100 წლეულები და ამას ვერავინ ვერ დაამტკიცებს, მეთქი ასე ვიტყვი. ვერ დავამტკიცებ იმის გამო, რომ დოკუმენტი როგორც ასეთი არა მაქვს, მაგრამ შინაგანი რწმენა მაქვს და საერთოდაც ვიტყვი, რომ ასე ადამიანები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები, საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში მყოფნი არ იღუპებიან. ასე, აი, მანქანა მოსრიალ და სადღაც სოფელ ბორითთან, ყოფილ ხართ ბორითთან. კი მე მესმის, რომ ახლა გადმოკეთებულია გზები, მესმის, მაგრამ არც იმხანად არ იყო ისეთი რთული მოსახვევი, რომ თამარ ჩხეიძეს ვერ დაემორჩილებინა საჭე ავტომობილისა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში მყოფი მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე მათ წინააღმდეგ განხორციელდა პირდაპირი მნიშვნელობით ტერორისტული აქტი. ვერ დავამტკიცებთ, ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ვინმე ბორბალი გადმოუგორა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ საქონელი გადმოდის, ძროხა გადმოდიოდა, ვერ გეტყვით და არც მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს დოკუმენტურად დამტკიცდეს ის რწმენა, რომელიც მე და არა მხოლოდ მე მაქვს. კოსტავა მერაბი ვერ მოესწრო შესაბამისად 91 წლის 9 აპრილს, ანუ
წელიწად ნახევარში მისი დაღუპვიდან გამოცხადდა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაეფუძნა რა ის დამოუკიდებლობა იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს უმნიშვნელოვანეს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ჩვენი არგუმენტი იყო, ჩვენი არგუმენტი არის და ჩვენი არგუმენტი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მოწინააღმდეგე, რასაკვირველია ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება უკანასკნელი ჩვენი მტერი, დიახ, სხვა მტერი ჩვენ არ გვეყოლება ისე მოეწყობა მსოფლიო აზრე თუ გვიან და უკანასკნელი ჩვენი მტერი არის რუსეთი, ყველაზე მზაკვარი მტერი მეთქი, ასე ვიტყვი, რომელიც აკი გითხარით და ახლაც გავიმეორებ 1801 წლიდან იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ უნდა რა რომ საქართველო იყოს ოდენ ტერიტორია, ოდენ მისი ბოსტანი, მისი უკანაეზო, ასეც ვამბობთ ხოლმე. ამ ბრძოლაში ვართ ახლა ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის თავზე, ამ ბრძოლაში ვართ ახლა ჩვენ და ჩვენ არ ვართ ცოტანი. და ახალგაზრდობა, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზეა ამ წუთებშიც, ან ქუჩებშია, მეთქი ასე ვიტყვი შეფენილი, ეს ახალგაზრდობა არის ჩვენს ავანგარდში. მაგრამ მე ახალგაზრდობაზე ორ სიტყვასაც არ ვიტყვი, უფრო სწორად თუ გებავთ ორს ვიტყვი, მაგრამ 4-ს კი არ ვიტყვი. მე ვიტყვი ჭარმაგ ადამიანებზე, შუახნის ადამიანებზე, ჩემი ასაკისა და ასაკ შეპარულ, ასაკში შესულ მოქალაქეებზე ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ არჩევანს. ყოველთვის, ყოველ წამიერად გვიდგება არჩევანი. მე უნდა ავიღო თუ არა ტელეფონი, უნდა გადავიტანო თუ არა მარცხენა ხელში ან მარჯვენა ხელში, ესეც ჩემი გაუცნობიერებელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაძლოა მექანიკურად გადაგაკაკეთიკით, ესეც ჩემი არჩევანია. ღირებულებითი არჩევანი შესაძლოა მართლა ყოველ წამიერად არ დგება, მაგრამ დგება ხოლმე მომენტები, მომენტუმები ადამიანის ცხოვრებაში, როცა ღირებულებით არჩევანს აკეთებს ყველა ჩვენგანი ან ბევრი ჩვენგანი და სწორედ ამგვარი ღირებულებითი არჩევანის გაკეთების ჟამი დადგა ახლა საქართველოში, გაკეთების ჟამი დგას ახლა საქართველოში ვისკენ ვართ, როგორ ვართ, რატომ ვართ, რა გათვლა გვაქვს და ვამბობთ თუ არა რომ ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველ სამოსახვეჭელსა პატა ბურჭულაძეს ასე მაგალითად სახელი არ აკლდა. მაგრამ ამ სახელს გაფრთხილება, ამ სახელს გამაგრება, ამ სახელს გამარადიულება სჭირდება მეთქი და პატა ბურჭულაძეს ემანდრო მომხდარიყო და აერჩია არა თავისუფლების მხარეს რომ დამდგარიყო პატა ბურჭულაძის ის უზარმაზარი სახელი, რომელიც მას ჰქონდა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში დაგდებული, ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაში, უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში მინავლდებოდა და უკეთეს შემთხვევაში ბატონი პატასთვის ის იქნებოდა შეფასებული კონტროვერსიულ პერსონად, ანუ კარგი მომღერალია რა თქმა უნდა, კარგი ხელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ ვაიდა სამწუხაროდ და ის არ არის თავისუფლების სადალაჯოზე და პატა ბურჭულაძემ გააკეთა ამ საბჭოთა კავშირში დაბადებულმა კაცმა, ჩემი არ იყოს, ოღონდ ჩემზე უფროსმა, გააკეთა ღირებულებითი არჩევანი. მან 1 კი არა, 7 კი არა, 70 კი არა, ნაბიჯი კი არა, ბევრი ნაბიჯი, ბევრად მეტი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისათვის და თუ ვინმე კრიტიკოსი იყო მისი როგორც მოქალაქისა უკლებლივ ყველა დაადუმა, იმიტომ რომ ის დადგა და თავისი ამ რაღაც ამდენი ხანია ვდგავართ რუსთაველის დგას ბატონი პატა ჩვენ არ ვდგავართ ამდენი ხანია თუ ვიქნებით გულახდელნი დადგა და დგას რუსთაველის გამზირზე შეცდომასაც უშუალოდ შესაძლოა მისი ერთი განცხადება ან სამი ვინმეს არ მოსწონს მაგრამ ის დგას თავისუფლების ანუ ქვეყნის სადალაჯოზე ამგვარივე არჩევანი ასევე საბჭოთა კავშირში დაბადებულმა მაგრამ მოდი ესე ვიტყვი სხვა ტიპის ხელოვანმა სხვა მიმართულების არა საბოლოო ჯამში საერთო მიმართულება როგორ არა აქვს მუსიკალური მიმართულება მაგრამ სხვა დინების შენაკადის ხელოვანმა გიული ჩოხელმაც გააკეთა 90 წლის ყოფილა ქალბატონი გიული და 90 წლის ქალი რომ გამოდის მიტინგზე და ამბობს მიტინგზე კი არა უკაცრავად და ეს მიტინგია ეს იყო აქცია რასაც ეს იყო დემონსტრაცია რაღაცის ფართო გაგებით რომ შევხედოთ ხო ანუ თბილისი open air-ზე რომ გამოდის და მე დღეები კი არა ცოტა დრო გადამრჩენია რომ ამბობს ქალბატონი გიული და მე რომ გამოდის და იბრძოლეთ საქართველოსთვისო ამას რომ ამბობს ამგვარი პათოსი რომ აქვს
შეუძლებს რომ არ გიყვარდეს გიული ჩოხელი, თუმცა რატო არ უნდა გიყვარდეს მე კარგად არ მესმის, მაგრამ თეორიულად ჩოხელებზე რომ იყო გიულიზე თუ კოდერძიზე, სხვების გახსენებაც შეიძლება გადაკიდებული, ხო? არ ვიცი, ხო სიგიჟე იქნება, მაგრამ მაინც შეუძლებელი არ დააფასო ამ 90 წლის ქალბატონის ხელოვანის და მოღვაწეობა და ეს არჩევანი. დიახ, მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოსალოდნელიც იყო, რასაკვირველია ქალბატონი გიულისაგან. სამწუხარო ის არის, რომ იქითა არა უკაცრავად რუსულ საქართველოში, რომელიც დღეს იყო თავისუფლების მოედანზე ყალბად შეკრებილი, იქაც არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ აი ამ ისტორიულ ჟამს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წასულიყვნენ არა პაატას ან გიული ჩოხელის ან გიორგი უშიკიშვილის ან სხვათა და სხვათა წინააღმდეგ, ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნანი ბრეგვაძის ფრთებქვეშ არიან დაზრდილნი ბევრნი და ეკა მამალაძის მეგობარნი არიან ბევრნი, მათ მიიღეს რა გინდა რა მიზეზის გამო, რა გინდა რა საბაბით, მათ მიიღეს რუსულ საქართველოსთან დროებითი, მაინც ესე უნდა ვთქვა, იმედი გამოთქვა კოლაბორაციის თაობაზე გადაწყვეტილება ცხადია პერსონალიების დასახელების გარეშე. ბევრი იტყვის, რომ ისინი ხომ საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, გიული ჩოხელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა, გიორგი უშიკიშვილიც საბჭოთა კავშირში დაიბადა, მერაბ სეფაშვილიც და მერაბ სეფაშვილს რომ ერთხელ მაინც ეთქვა, რომ მე თანახმა ვარ, რომ ვიყო სამთავრობო კონიუნქტურაში მოქცეული, მერაბ სეფაშვილს რასაკვირველია სიამოვნებითაც მიიპატიჟებდა დღევანდელი კულტურის სამინისტრო და განამხოლოდ მერაბ სეფაშვილს არაბეთ ხსენებულ პაატა ბურჭულაძეს, ნანი ბრეგვაძეზე ხო არც არაფერს ვამბობ, გიორგი უშიკიშვილსაც სხვებსაც, მაგრამ აკი გითხარით, რომ ღირებულებით არჩევანს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ასაკშიც არ უნდა იყო, მით უფრო ძნელია ამ ღირებულებითი თავისუფლების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მაშინ, როდესაც სწორედაც რომ არ ახარ დაბადებული საბჭოთა კავშირში, კი არა პირიქით დაბადებული ხარ საბჭოთა კავშირში და გიცხოვრია იმ გვარობაში, როცა კონიუნქტურა ბევრ რამეს წყვეტდა და ამდენად დასაფასებელია გიორგის საქციელი, ადონი პაატას საქციელი, მერაბ სეფაშვილის საქციელი, სხვათა, ვინც რევოლუციური ამბავი მოხდა თბილისი open air-ზე წელს და მე ვალდებული ვარ გადავუხადო უზარმაზარი, აი მეგობრული მადლობა ერთია, მაგრამ როგორც მოქალაქემ გადავუხადო მადლობა აჩიკო გულედანს და არა მხოლოდ აჩიკო გულედანს, არამედ გოგი ქავთარაძეს, ახო ბაბუნაშვილს, სხვებს და სხვებს, მოკლედ კიდე სხვებს ხო არ ვიცნობ, ყველას ხო არ ვიცნობ, ხო იქ უამრავი ადამიანი მუშაობს გვანცას, ჯაფარიძეს, რა თქმა, ყველას ვინც იბრძოდა ამგვარი თბილისი open air-ისთვის, ჩვენ გვინახავს ამ 14-15 წლის განმავლობაში თუ მეტის არა, კარგი თბილისი open air-ები, რა თქმა უნდა, გვინახავს სხვადასხვა ლოკაციაზე, მეტწილად სწორედ ლისის ტბის მიმდებარედ, მაგრამ ამგვარი მარტო ქართული, ანუ ქართველ არტისტებზე დაფუძნებული და ამგვარი თავისუფლების შეძახილებით ახსავსე, რომელშიც ოლე-ოლესაც ვღერიან და მე ვარ საქართველოსაც ვღერიან და სარბღერიან, ხო? და სხვანაირად იკითხება ეს ამ კონტექსტში, როდესაც ჩვენ დგავართ კიდევ ერთხელ თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, ანუ ზღურბთან და ეს არის სამწუხაროდ უბრუნდები ახლა სახელისუფლო კონიუნქტურაში მოქცეულ ხელოვანებს, ნიჭიერებს განა არა, საბჭოთა კავშირში დაბადებულებს, ჩემი და პაატა ბურჭულაძის და აჩიკო გულედანის და სხვათა არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ განთავისუფლებულებს იმ მარწუხებიდან ან დაბოლილებს, ან ჰონორარ მიღებულებს და ჰონორარის პირველ პლანზე გადამყვანებს. მე ვწუხვარ მეგობრებო, რომ მოცემულ ეტაპზე მეთქი ასე ვიტყვი, თქვენ არასწორი მიმართულებით მოძრაობთ, თქვენ რა გინდა რა მიზეზის გამო უყურებთ ქართულ გვარიან რუსებს, რომლებიც არიან ტრიბუნასთან არა ტრიბუნაზე და ყალბად ზეიმობენ იმას, რასაც თავად ებრძვიან, ანუ ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაშინ როცა თვითონ არიან ამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაკვირველია, მე უნდა ერთწამიანი პაუზა დამჭირდება, იმიტომ რომ Facebook-ი უნდა მოვიშველიო ჩემი მეორე ტელეფონიდან და სწრაფადვე უნდა მოვნახო, რომ დიდხნიანი პაუზა არ გამომივიდეს. პაუზა ვნახავ, იმედი მაქვს. მე უნდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო
განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადო. ვიმეორებ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადო ამ ქვეყნის ლეგენდას ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს. და მე მინდა რომ იქნება და მივაგნო მე ოხერმა ხო ქალბატონი ნანი ბრეგვაძის ვიდეოს რომელიც აგერ ცოტა ხნის წინ მქონდა და ახლა კი არა მაქვს არა პატა ბურჭულოზის მოусმინოთ მე ვარ საქართველოს მე გულახდილად გეტყვი რა ემოციური კაცი ვარ მაგრამ ამგვარ კადრებს რო ვუყურებ მე ცოტაზე მეტად მეტირებან ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი ამგვარი კადრების მიმართ და ვერ ვნახე ქალბატონი ნანის ვიდეო ჩემ დაჭირათ ეს არის ფოტოკადრია ეს და დავაკვირდეთ ქალბატონ ნანის მას გადაუხადოთ უზარმაზარი მადლობა ამ ასაკიან ქალბატონს ამ ლეგენდას ჩვენი ქვეყნისა ამ ლეგენდას ჩვენი ქვეყნისა კიდევ ერთხელ გავხედოთ კი არა ვეცადოთ რომ ვნახოთ ქალბატონი ნანის შესრულებით მისივე გუშინდელი გამოსვლა ეს კიდევ ერთი კადრია ქალბატონი ნანი ბრეგვაძისა უფრო სწორად უფრო ზუსტი რომ ვიყო ეს არის ის იმ კლიპიდან კადრი რომელიც რამზანდა მისთვის და არჩეული კლიპი აქვე ვიტყვი და მინდა ყველას გითხრათ მეგობრებო ახლა არის 14 საათი და 47 წუთი ვიდეო აიტვირთება არ ვიცით 15 საათს და 4 წუთზე პირობითად ვლაპარაკობ ჩვენი თავისუფლება გვაქვს დასაცავი გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობის მცველებს რომლებიც არც ერთი წუთით არ შეპუებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას 1921 წლიდან უამრავს ქაქუცას მიხახელაშვილს რა ვიცი ვის არ დავასახელებ ახლა ხო გაუმარჯოს მერაბ კოსტავას დაბადებულ 1929 წლის 26 მაისს ბურჯს საქართველოს დამოუკიდებლობისა დღევანდელი დამოუკიდებლობისა მიუხედავად იმისა რომ ვერ მოესწრო ავტორს სიტყვებისა დადგა დიდებული წამი ეს არის დიდებული წამი და ასეთი უდიდებულესი ხო 9 აპრილს წარმოთქმული სიტყვა მოკლულს რუსების მიერ რუსებმა ბევრი გმირი მოგვიკლეს რას თქმა უნდა მაგრამ აი სამოქალაქო გმირი რასაკვირველია პირველ ყოვლისა სამოქალაქო გმირი არის სწორედაც რომ მერაბ კოსტავა თუმცა შეუძლებელი არ გავიხსენო ჯარისკაცები რომლებიც ახლა ამ წუთებშიც იბრძვიან და უკრაინაში და რომლებსაც დაეღუპათ თანამებრძოლები ამ 3.5 წლის განმავლობაში სწორედ უკრაინაში არ ვახსენო ჩვენ საერთაშორისო მისიებში დაღუპულები არ ვახსენო 90-იან წლებში დაღუპულები არ ვახსენო საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულები არ ვახსენო კონკრეტული და კოლექტიური უკლებლივ ყველა გიორგი ანწუხელიძეების სხვადასხვა გვარსახელით არ ვახსენო გადარჩენილი გიორგი ანწუხელიძეები რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ან ერთი ნაწილი შეიძლება დღეს იყო კიდეც თავისუფლების მოედანზე მე ჯარს მივესალმები ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოდეთ და ვიბრძოლებთ კიდეც რუსეთის წინააღმდეგ თქვენი კონტრიბუცია ამაში არის გადამწყვეტი გაცილებით დიდი ვიდრე ჩემი ან ასე მიქვია ვინ ვარ ნებისმიერი იმ ადამიანისა ვინც თავისუფლების ათვის ბრძოლაზე ყაბულ არის და თანახმა რომ შეეწიროს ამ ქვეყანას მერაბ კოსტავა ვახსენე შემდგომ წლებში გაუმარჯოს უკლებლივ ყველა 9 აპრილს დაღუპულებს გაუმარჯოს აგე 2 დღის წინ იყო თამაზ გინტურის დაბადების დღე მას გაუმარჯოს და ასე შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ მეგობრებო უბრალოდ ჩემი უზარმაზარი სურვილი არის რომ როგორღაც მოხდეს და ჩვენ ვიყოთ ერთად ვიყოთ და მათ შორის მოუწოდებ კი არა სურვილი მაქვს ვაფიქსირებ ღიად რომ არჩევანი საქართველოს თავისუფლების სასარგებლოდ თავისუფლებისათვის გააკეთოს ყველამ როგორც ზუსტად ისე როგორც გააკეთა
ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ დიდი ხანია გააკეთა, მაგრამ ეს არის უზარმაზარი კულტუროლოგიური ფენომენი და შოკი და რევოლუცია, როცა ახლა აი ამდენი ხალხის წინაშე რა არმოვლილი, რა ქვეყანა, რა დარბაზ არმოვლილი ნანი ბრეგვაძე და სწორედ ნანი ბრეგვაძეზე ვაბახვილებ ახლა ყურადღებას პაატასადმი, ბატონი პაატასადმი, გიულისადმი, ქალბატონი გიულისადმი, სხვებისადმი პატივისცემის დადასტურებით, რაც საუკეთესოა, მაგრამ ნანი ბრეგვაძის იქ ყოფნა თბილისი ოპენ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამგვარ ფესტივალზე დადგებოდა პაატაც, ქალბატონი გიულიც, მაგრამ ნანი ბრეგვაძე კი არა ნანი ბრეგვაძე. ჩემი პატივისცემა საქართველოს გაუმარჯოს. გელოდებით რუსთაველის გამზირზე იქ ქალბატონი ნანიც იქნება დარწმუნებული ვარ, პაატა ხო იქნება და ქალბატონი გიულის შესაძლოა არ იყოს ასაკისა და გამო, ან ქალბატონი ნანიც შეიძლება არ იყოს, არ ვიცი ახლა, მაგრამ ჩვენ იქიდანაც უნდა მივესალმოთ ჯარისკაცებს თავისუფლების და ასეთი დიდი საქმე. თუ ნახავთ ქალბატონი ნანი ამ ვიდეო ბლოგს, თუ ვინმე ანახებთ ესეთი დიდი საქმე თქვენ, აი ესეთ გამოცდილ ადამიანს, რომელსაც მართლა რა არ გინახავთ, სოფლიო მასშტაბით რა არ გინახავთ, სად არ გიმღერიათ, ხო? ასეთი საქმე თქვენ ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით არ მასშტაბისა რა არ გაგიკეთებიათ, მაგრამ ასეთი არაფერი გაგიკეთებიათ. მადლობა, ნახვამდის.